წმინდა იოანე სინელი, იგივე კიბის აღმწერელი იღუმენი, დაიბადა 659 წელს. უდიდესი ავტორიტეტია ქრისტიანულ სამყაროში. ის არის ავტორი წიგნისა კლემაქსი, ანუ კიბე. წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება: სწავლებანი, განკუთვნილი სამონაზვნო გზას შედგომილთათვის და სწავლებანი წინამძღვართათვის. აღნიშნული სწავლება წმინდა მამისა და მისი თანამედროვე მოღვაწეების პირად გამოცდილებაზე და ყრდნობით არის დაწერილი. მსგავსად ამ ეპოქის სხვა წმინდა მამების ნაშრომებისა, ეს უკანასკნელი თავისუფალია ზედმეტი მისტიციზმისგან და ადამიანს საკუთარ თავში ჩაღრმავების, შეცნობისა და თვითკრიტიკისაკენ წარმართავს. წიგნი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას ბერ მონაზონთა მეორე სახარებასაც უწოდებენ და 1000 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს სახელმძღვანელოდ მიიჩნევენ მათთვის, ვისაც სრულყოფილების მიღწევა და ღმერთთან მიახლება დაუსახავს მიზნად.